მზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, სამართალდამღოზე კანონით დადგენილი სანქციები ამოქმედება. ამის შესახებ საპატრიარქოს ეპისკოპოსმა და გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. მეუფე თეოდორემ და თეიმურაზ მურღულიამ მოსახლეობას მზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. როგორც მურღულიამ აღნიშნა, საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. მივდავრთხოვ მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება თავი შეიკავონ ბზების უკანონო მოჭრისაგან. სულ მცირე ერთი პატარა ტოტი, რომლებსაც ისინი ეკლესიაში მიიღებენ, საკმარისი არის იმისათვის, რომ აი ეს ჩვენი სიხარული გამოვხატოთ და სიხარულით შევეგებოთ მაცხოვრის შემოსვლას ჩვენს ოჯახებში. მოგმართავთ ყველას უმორჩილესი თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია და მინიმალურად რაც შეიძლება გამოიყენოთ. ბზა ერთი ტოტით საკმარისია, მით უმეტეს მოჭრა არ არის აუცილებელი, დღეს ძალიან ბევრი სანერგე გთავაზობს ხელოვნურად გაზრდილ ბზას და გამოიყენოთ ასეთი ტიპის ბზა და არ მოჭრათ არავითარ შემთხვევაში.